ჩვენ ამ დავალებაში გვაქვს დასაწერი კოდი თავიდან ბოლომდე ჩვენ, მაგრამ პირობა რა გვაქვს? პირობაში გვაქვს ასეთი, ესე იგი, ჩვენ კოდი უნდა დავწეროთ ისეთი, რომ მომხმარებელმა შეაფასოს 1-დან 10-მდე, ანუ შეიყვანოს რიცხვი, მომხმარებელს შეეძლოს რიცხვი შეყვანა 1-დან 10-მდე. თუ შეიყვანს მაგალითად 1-დან 4-მდე, მაშინ უნდა დაწეროს x-ი წითელი ფერის, თუ შეიყვანს 5-დან 7-მდე, მაშინ ყვითელი უნდა იყოს სწორი ხაზი, ჰორიზონტალური ხაზი, ანუ მინუსის მსგავსი ყვითელი ფერის. ხოლო თუ შეიყვანს 8-ს ან მეტს, მაშინ უნდა იყოს თოლიასავით, ანუ პტიჩკა უნდა იყოს მწვანე ფერის. კარგი, დავიწყოთ ახლა ჩვენ კოდის წერა. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ სიჩქარე. ზევით დაგვჭირდება ჩვენ რაღაც კოდების და ფუნქციებისგან საზღვრა. მაგრამ შეგვიძლიათ ასე რამდენჯერმე enter-ს დავაჭიროთ და ქვევიდან დავიწყოთ კოდის წერა. პირველ რიგში მივუთითოთ სიჩქარეს speed და მივუთითოთ 9 პირობითად, ან თქვენ რამდენიც გსურთ, იმდენი მივუთითეთ. შემდეგ გვჭირდება რაღაც ცვლადი, რომელშიდაც შევინახავთ მომხმარებლის მიერ შეყვანილ რიცხვს 1-დან 10-მდე. ესე იგი, ცვლადის სახელი გვჭირდება. დავარქვათ მაგალითად score. უდრის და რას ვწერთ, როგორ უნდა დავწეროთ ის ბრძანება, რომ მომხმარებელს შეეძლოს რიცხვის შეყვანა. int ბრჭყილი გავხსენით, input ისევ ბრჭყილი გავხსენით, ისევ ბრჭყალი გავხსენით და ახლა აქ უნდა დავწეროთ ჩვენ ტექსტი, რაც უნდა გამოჩნდეს აი აქ. მაგალითად, რა უნდა დავწერთ? enter score. enter გადავიდეთ გვერდით, ჩამოვიდეთ ქვევით. ახლა რანს რომ დავაწყებით, აი აქ გამოჩნდება enter score და რა რიცხვსაც შევიყვანთ, მაგალითად თუ შევიყვანთ 6 და დავაჭერთ enter-ს, ამ 6-იანს, ანუ რიცხვ 6-იანს შეინახავს ცვლადი სახელად score. ახლა უკვე გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. ესე იგი, pen size-ი განვუსაზღვროთ, აქ დავწეროთ pen size-ი უდრის 15 მივუთითოთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ if else პირობები. ესე იგი, პირობა რა გვაქვს? თუ ნაკლებია 5-ზე, მაშინ ფერი უნდა იყოს წითელი და დახატე x-ი, თუ 5-ზე ნაკლები არა, ანუ მეტიატოლია 5-ზე და ამავდროულად ნაკლებია 8-ზე, მაშინ ყვითელი იყოს და ასე შემდეგ. ნუ ეს პირობა გავიგეთ. დასაწყისში ვახსენე, მაგრამ პირველი პირობა რა გვაქვს? თუ score-ი, ანუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი, ნაკლები იქნება 5-ზე. როგორ ვწერთ ამას? if score ნაკლებია 5-ზე, აუცილებლად აქ ორ წერტილი გავხსნათ, ჩამოვედით ქვევით და აქ უნდა იყოს ტაბით შემოსული შიგნით. ოღონდ აი ასე არა, ერთი ტაბით უნდა იყოს შემოსული. ოღონდ ორი ტაბით არა, ერთი ტაბით. შემდეგ, თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი ნაკლებია 5-ზე, ანუ უდრის 1-ს, 2-ს, 3-ს ან 4-ს. მაგ შემთხვევაში მივუთითოთ ფერი. color-ი იყოს წითელი, ანუ დავწერეთ color, გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი და ბრჭყალებში მივუთითეთ red. გადავედით ბოლოში, ჩამოვედით enter ქვევით და აქ უკვე უნდა დახატოს x-ი, ხო? ამისათვის მოდი პირდაპირ დავწეროთ x-ი, ბრჭყილები და x ფუნქცია შევქმნათ. ავდივართ ზევით, შევქმნათ ფუნქცია სახელად x-ი, ანუ define div x-ი, ბრჭყილები, ორ წერტილი, enter. და რას ვაკეთებთ ახლა? ნახეთ, x-ი იწყება დიაგონალზე, ხო? დიაგონალურად იწყება ეს x. ამიტომ ჩვენ ეს უნდა მოვაბრუნოთ მარცხნივ 45 გრადუსით, იმიტომ რომ ხედავთ აი აქ რომ იყურება მარჯვნივ. ამიტომ დიაგონალზე თუ გვინდა რომ გავახედოთ, უნდა მოვაბრუნოთ მარცხნივ 45 გრადუსით, ანუ წერთ left 45, გადავედით ბოლოში, დავაჭირეთ enter-ს და შემდეგ უკვე რას ვაკეთებთ? ნახეთ, როგორც პლუსს ვაკეთებდით, ზუსტად ისე, ანუ წინა დავალებაში პლუსი ხომ იყო წინ უკან მარცხნივ, წინ უკან მარცხნივ, წინ უკან მარცხნივ და წინ უკან მარცხნივ, ესე იგი 4-ჯერ იმეორებს წინ უკან და მარცხნივ მოქმედებებს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია აქ for loop-ი დავწეროთ, for I in range
გავხსენით ფრჩხილი, აქ დავწერეთ 4, 4-ჯერ გავიმეოროთ, 2 წერტილი, enter და რა უნდა გავიმეოროთ 4-ჯერ წინ წასვლა, უკან წასვლა და მარცხნივ მობრუნება 90 გრადუსით. ანუ forward 50 პიქსელი, შემდეგ backward 50 პიქსელი ისევ 50 პიქსელი და left 90 გრადუსი. აი მოდი გავუშვათ ახლა. გვეუბნება შეიყვანე რიცხვი, მაგალითად შევიყვანე 3, enter-ს დავაჭირე, left მეორე ხაზზე left მიწერია, left გავუშვით, დავაჭირე მაგალითად 2 შევიყვანეთ ახლა, enter და გააკეთა აი ეს. pen size აქ პოდიში ტოლობა არ უნდა, pen size არ უნდა ტოლობა, აი ასე ფრჩხილებში უნდა ჩავსვათ. pen size უნდა ჩავსვათ ფრჩხილებში, გავუშვით, დავწერეთ 3, enter და всё, აი x-ი უკვე გავაკეთეთ. ახლა გადავედით if პირობაზე, ისევ enter-ს დავაჭირეთ, მაგრამ if პირობა, ანუ პირველი condition-ი მორჩა, ახლა უნდა დავწეროთ else if, ანუ თუ ნაკლებია 5-ზე დავწერეთ, ახლა უნდა დავწეროთ თუ არა და, ანუ თუ 5-ზე ნაკლები არ არის და არის 5 ან 5-ზე მეტი და ამავდროულად 8-ზე ნაკლები, ანუ 4-ზე მეტი დავწეროთ, ხო? ამისათვის elif თუ გვინდა რომ დავწეროთ, if-ის გასწვრივ უნდა დავწეროთ, ანუ shift tabs უნდა დავაჭიროთ ხელი და აი if-ის გასწვრივ ქვევით უნდა მოვიტანოთ ეს მაუსის კურსორი. ახლა elif და პირობა რა გვაქვს? score მეტია ტოლია 5-ზე ან მეტია 4-ზე. and აუცილებლად and კავშირი გვინდა, იმიტომ რომ 4-ზე მეტი და ამავდროულად უნდა იყოს 8-ზე ნაკლები, ხო? ამიტომ and scores ისევ წერს score ნაკლებია 8-ზე, ანუ 7-ის ტოლი შეიძლება იყოს. აქ აუცილებლად ბევრს ეშლება and-ის შემდეგ scores აღარ წერს, ანუ ასე წერს and ნაკლებია 8-ზე. ასე არ გამოვა. and score ნაკლებია 8-ზე. 2 წერტილი გავხსენეთ, enter ჩამოვეთ და რას ვაკეთებთ ახლა? თუ 4-ზე მეტია და 8-ზე ნაკლებია, მაშინ უკვე უნდა დავხატოთ ჩვენ მინუსი. მინუსი უნდა დავხატოთ და ფერი უნდა იყოს yellow, ხო? მაგალითად მივუთითოთ აქ color ფრჩხილებში, ბრჭყალებში yellow გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით და მინუსი შეგვიძლია პირდაპირ ასე მინუსი, ანუ ფუნქციას დავარქვათ ეს მინუსი. გადავიდეთ ახლა ზევით, აქ define მინუსი, ჭრილები, 2 წერტილი, enter. და ახლა აქ რას ვაკეთებთ? ესე იგი მინუსი თუ გვინდა რომ გააკეთოს, როგორც წინა დავალებაში გვქონდა, ზუსტად ისე უნდა გააკეთოს, ხო? წინ წავიდეს, უკან წამოვიდეს და ისევ დაუბრუნდეს თავის პირვანდელ პოზიციას. ესე იგი, forward-ი გვინდა. forward-ი 40 პიქსელით წავიყვანოთ წინ, შემდეგ backward-ი გვინდა. ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე 80 უნდა იყოს, რომ აი ცენტრიდან თუ 40-ით წავა წინ და უკან თანაბარი მანძილით იყოს და ისევ forward-ი გვინდა რომ საწყის პოზიციაში დაუბრუნდეს. ისევ 40. აი, runs დავაჭიროთ, ახლა ესე იგი შევიყვანოთ 4-ზე მეტი, ანუ 5 შევიყვანოთ, enter და აი მინუსიც დახატა. გავუშვათ, შევიყვანეთ 4-ზე ნაკლები, მაგალითად 1 დახატა x-ი. კი ბატონო და ახლა უკვე გვინდა ჩვენ მესამე პირობა, რომ თუ მეტია 8-ზე, ანუ ყველა სხვა შემთხვევაში გააკეთოს თოლია, ხო? ანუ ფტიჩკა, წვანი ფერის. ესე იგი აქ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ახლა უკვე else. მაგრამ, ნახეთ, დაუკვირდით, ჩვენ ხო დავწერეთ აქ score ნაკლებია 5-ზე.
5-ზე ნაკლები არის -5-იც. ამ შემთხვევაშიც x დახატავს. თუ ჩვენ გვინდა 1-დან 10-ის ჩათვლით, მაშინ რაღაც პირობების დამატება მოგვიწევს, აი აქ. მაგრამ ჯერ მოდი ასე დავწეროთ, ახლა როგორც წერთ და შემდეგ ის პირობები კიდევ დავამატოთ კონდიშენებში, ანუ აქ დავამატოთ. კარგი. ახლა რას ვაკეთებთ? else ორ წერტილი enter, ანუ ყველა სხვა შემთხვევაში ფერი იყოს, ანუ color იყოს მწვანე, green, გადავედით ბოლოში და გავაკეთეთ ფუნქციას, დავარქვათ, რა დავარქვათ? მოდი yes დავარქვათ. Yes. ავედით ახლა ზევით, აი აქ და შევქმნათ shift tab-ით უკან დავწიეთ, შევქმნათ ფუნქცია define yes, რომელიც გააკეთებს თოლიას, ხო, პტიჩკას. ახლა როგორ უნდა გააკეთოს ეს? ამისათვის პირველ რიგში ნახეთ, ჯერ აქ უნდა დახატოს, ნახეთ, ეს არის ფაქტიურად პტიჩკა, ხო? ანუ ეს და ეს. უბრალოდ მარცხენა ფეხი უფრო პატარა უნდა იყოს ვიდრე მარჯვენა. ამიტომ როგორც x-ის დროს მოვაბრუნეთ მარცხნივ 45 გრადუსით, ზუსტად ისე left 45 გრადუსით მოვბრუნდი მარცხნივ, შემდეგ წინ წადი forward 80 პიქსელით უნდა წავიყვანოთ წინ. შემდეგ უკან უნდა დავაბრუნოთ 80 პიქსელით ისევ საწყის პოზიციაში რომ მოვიდეს, ანუ აი ამ პოზიციაში რომ მოვიდეს, ანუ 80. შემდეგ მარცხნივ უნდა მოვბრუნდეს 90 გრადუსით, left 90 გრადუსით, წინ წავიდეს უკვე ამის ნახევრით, ანუ აქ თუ წავა 80-ით, ამ ხაზის ნახევრით, ანუ 40-ით წავიდეს წინ, ხო? ანუ forward 40 და უკან დაბრუნდეს ისევ 40 პიქსელით. აი, გავუშვათ, runs დავაჭიროთ, თუ შევიყვანთ 2-ს x-ი კი, გავუშვათ, დავაჭიროთ 6-ი შევიყვანე მინუსი, გავუშვათ, 9 შევიყვანე და left ეს თოს რატო ვაკლებ? გავუშვით, შევიყვანეთ 9, enter და აი დახატა ეს ტიჩკაც. კარგი, ესე იგი check codes დავაჭიროთ და აქ რას გვეუბნება 1x-ი კი გვაქვს და ხო, ეს სრადისთვის ეს უნდა დააგვერქმია, ესე იგი show x-ის და ის დავაჭიროთ, აი აქაც გვეუბნება, კი ბატონო, ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ ახლა command-C და უბრალოდ აი აქ შეხედეთ, ანუ დაიბნეთ 4 ადგილას მოგვიწევს შეცვლა. აქ ჩავაფეისტოთ 1 2 3 check და უკვე გასწორდა. ანუ ჩათვლით ახლა ჩაგვითვალა. მაგრამ რა მინდა რომ მეთქვა, ჩვენ აქ დასაწყისში ხო გვეუბნებოდა 1-დან 10-ის ჩათვლით. მაგრამ თუ ჩვენ მივუთითებთ 11-ს, გავუშვით run-ზე 11 და enter, ხო? მაინც გვიწერს ამას, თუ მივუთითებთ -1 თუნდაც, მაინც x-ის გვიწერს. თუ გვინდა ჩვენ რომ განსაზღვრული იყოს 1-დან, აუცილებლად 1-დან 10-ის ჩათვლით, მაშინ აქ უკვე if პირობები უნდა შევცვალოთ. ესე იგი, თუ ნაკლებია 5-ზე, and rating-ი მეტია 0-ზე. მაგ შემთხვევაში გააკეთე, აბა მოდი ვნახოთ 0-იც რომ მივთითოთ. ტიჩკას გააკეთებს, იმიტომ რომ else-ი გვაქვს დაწერილი. -2 რომ დავწეროთ, ისევ ტიჩკას გააკეთებს, მაგრამ ახლა აქაც შევცვლით და აღარ გააკეთებს მაგას. ესე იგი, else if დავწეროთ, if შეგიძლიათ უბრალოდ ისე დატოვოთ, როგორც გინდათ, მაგრამ 1-დან 10-ის ჩათვლით თუ გვინდა რომ გავაკეთოთ და 1-ს ქვევით რა რიცხვს მივუთითებ და 10-ზევით რა რიცხვს მივუთითებ, არაფერი არ გააკეთოს, მაშინ ასე უნდა დავწეროთ. if აი ეს მეტია 7-ზე and
ეს ნაკლებია 11-ზე, ხო? შეგვიძლია ნაკლებია ტოლია დავწეროთ 10-ზე. გავუშვათ 0 მიუთითე, არაფერი არ გააკეთა, -2 მიუთითე, არაფერი არ გააკეთა. ნუ 2 მიუთითე წითელი გააკეთა თავისთავად, 5 მიუთითე მინუსი გააკეთა, 8 მიუთითე ტიჩკა გააკეთა და ახლა 10 მიუთითე ისევ ტიჩკა გააკეთა და თუ 10-ზე მეც ამ 11-ს მიუთითებ, არაფერი არ გააკეთა. გავიგეთ, ესე იგი, თუ უშუალოდ გვინდოდა 1-დან 10-ის ჩათვლით, მაშინ აქ უნდა დაგვემატებინა ეს პირობა და აქ ეს პირობა. ახლა ჩეკს დავაჭიროთ. აქ ვეუბნება, რომ L-ს უნდა გამოვიყენოთ. კარგი, მაშინ ეს მთლიანად წავშალოთ ახლა. L-ს და ესეც შეგვიძლია წავუშალოთ, რომ ყველა სხვა შემთხვევაში, ანუ 0-ზე ქვევით რომ დავწეროთ რაიმე, ისე მწვანე ტიჩკა არ დაწეროს. კაი, გავუშვათ და აი ასე ჩაგვითვალა. Submit continuous დავაჭიროთ, გადავიდით შემდეგ დავალებაზე.